რა მოხდა? თუ კი ვეღარ შევხვდებით. ამ ქვეყნად, რაც კი ხდება შემთხვევით, მარადიული ის არის მხოლოდ და ასეთია ყოველთვის ბოლო. ნამდვილი გრძნობის, განცდის და ვნების და მეც ამ დიდი კანონის ნებით მიყვარხარ. მაგრამ ამ სიტყვას ახლა იაფის სცენის სურნელიც ახლავს, რაც არ ხდება და არც სჭირდება. ამიტომ ალბათ გამიჭირდება მისი წარმოთქვა. მაგრამ გახსოვდეს, მაგრამ გჯეროდეს, რომ არასოდეს არ დაგავიწყებ ჩემს ხმას და სახელს, შენგან მრავალი ტკივილის მნახველს და გზა, რომელიც გაიყო ორად და უკვე იქცა ცოდვად და ჭორად იყოს დღეგრძელი, რომ შენი წილი თავისი ღორღით, მტვრითა და ჩრდილით ტანჯვის გზად იქცეს და უცხო თვალი ყრმის თუ მოხუცის, კაცის თუ ქალის გხედავდეს მხოლოდ ამ გზაზე მავალს, რადგან დღეიდან მე შენი ხმა ვარ, რადგან მე უკვე ვიყავი ღმერთი და მოვიგონე ეს გრძნობა ჩემთვის, ჩემს დასაცავად და დასაუბად. და რისხვა გულმა რაც დააგუბა, რაც გულს აქამდე ძალით ეკავა, წვრილმან გრძნობების წასალეკავად გასასვლელს ეძებს, რომ დღეის იქით შენს ნაკვალევზე დიოდეს იგი და უსასრულოდ დღისით თუ ღამით და თუნდაც მხოლოდ სულ ერთი წამით იქცეს კოშმარად და მოჩვენებად და გიფრთხოს ძილი დამოსვენება, რომ ფრთებს შეკვეცილ ფრინველის მსგავსად აღარ შეგეძლოს გაფრენა არსად. მერე რა მოხდა თუ უცხო თვალი, ჩვენი უცნაურ სეირით მთვრალი ბაგეს გადასცემს დამცინავ ღიმილს და იმ ღიმილის უხეში ქიმი გაგივლის გულში. შენ კი გახსოვდეს, რომ ვერ მიაგნებ ხსნას ვერასოდეს, რომ მე ვარ ჯვარიც და ეშაფოტიც და ჩემი სულის ყველა ნაფოტი იმ კოცონისთვის გროვდება ახლა, რომელზეც შენი სურვილით ახვალ. მაგრამ იქამდე შენი სახელი ვით ჩემი მტრების თანამზრახველი, ან ვით ურჩხული ცხრა ხმით ცხრა ხელით დამახრჩობს. თუ კი ამ ოძახებას ვერ შევძლებ, უცებ